ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე 37 დღით ადრე რუსეთის მხრიდან საფრთხეები იზრდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. რასმუსენის სიტყვებს კი უკვე მოჰყვა პირველი რეაქციები. საქართველოში თავდაცვის მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ნატოს წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკება დაწყებულია. თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავდაცვის მინისტრი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ალასანიას ინფორმაციით მოლაპარაკებების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. რაც შეეხება თავდაცვით ჩვენს შესაძლებლობებს, ეს დღის წესრიგში დგას და რასმუსენმა დღესაც აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესი. ირაკლი ალასანიას ეს კომენტარი ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას მოყვა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის მოახლოებასთან ერთად რუსეთის მხრიდან გაზრდილ საფრთხეებზე ისაუბრა. არ ვიცი კონკრეტულად რა სახის ზეწოლას მოახდენს რუსეთი და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს, მაგრამ თუ გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ეს შეიძლება იყოს გაზის ფასები, გაზის მიწოდება, სავაჭრო შეზღუდვები. ასევე ამ ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით და კონფლიქტების გაღვივებით დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მეტი გემი ზღვაში, მეტი სამხედრო თვითმფრინავი ჰაერში და მეტი სამხედრო წვრთნები. რასმუსენის განცხადებით საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად რუსეთის მხრიდან საფრთხე ალიანსის წევრ ქვეყნებსაც ემუქრება. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საქართველოსთან. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია. ეს თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობას. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად თავდაცვითი საშუალებების განლაგებას, მსგავსი საკითხები ინდივიდუალურ მოკავშირეებზეა დამოკიდებული. ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კეთდება. საფრთხეების სწორი, ადეკვატური და დროული შეფასება. ასე გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობის წევრები ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას. პროვოკაციები შესაძლოა გაგრძელდეს, შესაძლოა კონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მათზე ემოციურ, აფექტურ რეაგირებას, ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც იცის და აუცილებლად ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ჩვენ არ წარმოვეგებით არანაირ პროვოკაციას და ჩვენი მხრიდან არ გავართულებთ სიტუაციას. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე 37 დღით ადრე რუსეთის მხრიდან გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. სამხედრო ინტერვენცია და ეკონომიკური სანქციები. ექსპერტების მოსაზრებით საფრთხეები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც დიდი იქნება. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეთი საფრთხე არსებობს, ამისთვის უნდა მზად ვიყოთ, მაგრამ არ არის საჭირო ამის, ასე ვთქვათ, რაღაც აბსოლუტურ შესაძლებლობის კატეგორიაში გადაყვანა. ეს შეიძლება შეეხებოდეს რადიკალური პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების მხარდაჭერას და მათ განმტკიცებას, შეიძლება შეეხებოდეს დასავლეთის დემონიზაციას, ევროკავშირის დემონიზაციას ზოგადად. საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერენ. მანამდე კი, როგორც რასმუსენი აცხადებს, საქართველო მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის უნდა იყოს მზად. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ივნისის დასაწყისში შეიკრიბებიან და რუსეთისგან მომავალი საფრთხეების პრევენციაზე კონსულტაციებს გამართავენ.